მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგეთ ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებაში ნახეთ პატიმრები, განსაკუთრები და უცხოეთში ყოფი ქართველი და ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და მინდა ხვალინდელი ღვთისმშობლობა მოგილოცოთ აუცილებლად და დღეს სტუმრად ყავს მამა და მახალაძე, ადამიანი, რომელიც ძალიან ღვთისმშობელი სხვათა შორის ძალიან უყვარს რა და წეღანა ისანამ გადაცემას დავიწყებდით ღვთისმშობელზე აუცილებლად ვილაპარაკოთო, იმიტომ რომ ეწყინებაო და ღვთისმშობელს თხოვდაო რომ ათქმევინეო და რა უნდა თქვას ნეტა დაგლოცეთ მამაო და დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო მოგზაურობისათვის. დაგლოცოთ ღმერთმა გაგახარო და ღვთისმშობლის მადლი არ გამოგილიოთ. მამაო დიდი მაგალითი ხარ ჩვენთვის და მადლობა იმ ყველაფრისათვის, იმ გადაცემებისათვის, წინა ძალიან დიდი ხმაურება ხპოვა თქვენმა ქადაგებამ და თუ შეიძლება რომ დღევანდელი დღე მოგვილოცოთ და რა შეიძლება ყველას მოგილოცავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება როგორც ყველა დიდი მოვლენა ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობლის ცხოვრებაში არის უმნიშვნელოვანეს ეს ნიშანსვეტია და ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ თითოეული მოვლენის შინაარსი გავიგოთ რადგან არა იმიტომ დღესაც სწავლობს ეკლესია რომ ჩვენ ისტორიული მეხსიერება გქონდეს ამისი არა აი ის შინაგანი ყველაზე უმნიშვნელოვანესი არსი რაც ჩადებულია ის შევიმეცოთ და ჩვენც აი ამ გზას გავყვეთ ვისმენ ხოლმე ძალიან ხშირად რომ რასაც სწავლია დედა ღვთისმშობელი პატარა 3 წლის ამოდენა კიბეებზე ავიდა ეს არ არის სასწაული ღმერთი სადაც არის ის სასწაული და გაგვირვება არ უნდა რა არის რა გვიჩვენა ამითი გვიჩვენა ის რომ თუ ჩვენ დედა ღვთისმშობელს მივბაძავთ საფეხურიდან საფეხურზე ფეხის გადადგმით რაც მთავარია ჩვენი გულის გაყოლებით ჩვენ სულიერად აღმაღლდებით და გავიღმრთობით აი ამის სიმბოლო არის ხვალინდელი დღესასწაული რომელიც გამორჩეულია და ეკლესიამ დააწესა მისი აღნიშვნა უდიდეს დღესასწაულებთან ერთად 3 წლის ღვთისმშობელი შეიყვანეს საკურთხეველში ხომ ღვთამთავარმა ზაქარიამ 2 წლის რომ გახდა ასეთი იყო განგებულება ღვთისა რომ 2 წლის უნდა მიეყვანათ და ამამ წმინდა და მართალმა დედამ ღვთისმშობლისა ილოცა რომ უფალს მისთვის მიეცა კიდევ 1 წლით შვილთან ყოფნის უფლება და დრო რაც არ იყო ეგოისტური მისი განზრახვა არამედ იმისა რომ მას უნდა იგი მოემზადებინა იმისათვის ფიზიკურად უფრო კარგად რომ მომზადებულიყო შედარებით დედის გული რომ გაიხარებდა ესეც გასაგებია 6 იმიტომ რომ ანამ იცოდა ძალიან ბევრი საიდუმლო ღვთისა 6 თვის რომ იყო დედა ღვთისმშობელი მან ფეხზე დააყენა აბა როგორ მოიქცევა რას გააკეთა 7 ნაბიჯი გადადგა ყრმა მარიამმა და ეს ძალიან ბევრ ფრესკაზე და ძველი კინოგრაფიაში გამოსახულიც არის 1 წლის რომ გახდა წმინდა იოაკიმემ დაპატიჟა ყველა წარჩინებული უხდელმსახური უხდელმთავრები და დიდი ტრაპეზი მოაწყო და ასე ვთქვათ მათ წინაშე წარადგინა რას ნიშნავდა ეს მათ თხოვა ლოცვა განსაკუთრებული მისიის მქონე მარიამისათვის 2 წლის თავზე გითხარით რომ გამოილოცა ანამ კიდე ერთი წერღობილიყო და როდესაც უკვე 3 წლის გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმა მარიამი იგი წაიყვანეს ტაძრად ტაძარში კი არ იცხოვრებდა იგი ხორცეროდ ეკლესიაში ხო ის ხო ერთადერთი ტაძარი იმ დროს ხო ჩვენმა მსმენელმა ბევრი რამ იცის ძველი აღქმის შესახებ იქ აი ამ ტაძართან ცხოვრობდნენ ძველი აღქმის ბერმონაზვნები და იქ ცხოვრობდა ცხადია ვინმე შეიძლება წარმოიდგინოს რომ აი 3 წელი შეიყვანეს და 14 წლის ასაკამდე იმყოფებოდა წმინდაში არა და იქ სწავლობდა და ემზადებოდა აი ნახეთ ქრისტიანული ტრადიცია მარტო ამის ვიტყვი ახლა როგორ არის დაკავშირებული იმასთან რაც თქვა დედა ღვთისმშობლის ცხოვრებაში იყო თვით ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი რომელიც აი ამდენ თაობას ამდენ გენეალოგიის მქონე გვარს ტომს შორის გამოარჩიეს იმსაც რომ იგი განსაკუთრებულად აღზრდილიყო განსაკუთრებული სულიერებით ოჯახში არ ტოვებენ მიყავთ
აი ეს იმათ გასაგონად, ვისაც გონია რომ განმარტოება, ამაწუთი სოფლიდან განრიდება, ეს ვინმე სახირება, არა, სხვაგვარად სულიერი ზრდა ძნელად ხდება. ძალიან დიდი მადლობა მამაო და კიდე ქართველებში ძალიან მნიშვნელოვანი არის ღვთისმშობელი და თუ შეიძლება აი საქართველოს ძალიან იფარავს და იცავს და რა შეიძლება აი როგორ შეიძლება რომ ადამიანებმა აი ეს ყველაფერი შევიფერო და რომ გავახაროთ ღვთისმშობელი ეგ უფრო მინდა იმიტომ რომ რაღაცნაირად იცით რა ზოგიერთი მოვეშვით მამაო რომ გონია რომ აი რაღაც გადარჩება ხო საქართველოს აი რა საქციელები მოსწოს მას ჩვენი რითაც გავახარებთ მას შვენიერი კითხვა არის და ყველაზე მთავარი ხო რომ გითხრათ არც უნდა ვუყუროთ ჩვენ დიახ არც რა რისთვის რა შეიძლება დედა ღვთისმშობელს მოწონდეს და არ მოწონდეს წმინდათა ცხოვრებას რომ ვკითხულობთ ძალიან ბევრგან არის ვისაც ცხადებოდა რას ეუბნებოდა და ნელა-ნელა ვსწავლობთ ჩვენ რასაც საუბრობთ ამ გადაცემაში თუ სხვაგან ეს ჩვენი პირადი შეხედულება არ არის ქრისტიანულ ცხოვრებაზე ამის საფუძველი არის გარდა წმინდა წერისა და წმინდა გარდამოცემისა, წმინდა მამათა შრომები, წმინდა ცხოვრებანი და ასე შემდეგ. აი ნახეთ, არც კი ვიცი რომელი მაგალითი თქვა, მაგრამ ვინაიდან მე იონე ღვთისმეტყველის ეკლესიიდან ვარ, ჩვენთან არის ხატი მოლოდელი სიხარულის ხატის ისტორია ყველაფერს პასუხს სცემს. ის სხვა რო არ გავიხსენოთ, როგორ იყო სერაფიმე საროველწორი ცხადებოდა, ან რა უთხრა ღირსილვანი ათონას და ასე შემდეგ. და აი რა ხდება? თითქოს ჩვენ ვართ აი ის გამოსახული კაცი ხატზე ერთი არც რჯულის მიმდევარი ვინმე ცხოვრობდაო იწყება და როგორ მას სახში ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა და როდესაც იგი გადიოდა ნებისმიერ საქმეზე ან რაიმეზე მივიდოდა იტყოდა ლოცავს ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ სრულად აიღებდა კურთხევას და მიდიოდა და აღმოჩნდა რომ რაც ჩვენ გვემართება ხოლმე ძალიან ხშირად რომ ჩვენ დედა ღვთისმშობელს შევთხოვთ ისეთ რამებს რომელებს მისთვის საცნო შეიძლება არ იყოს და ამაზე უნდა დავფიქრდეთ კარგად ნუ უფლისათვისაც ხადი არ არის სათნო და აი ერთ დღეს უკვე რაც დრო გავიდა როგორ ჩანს ეს ადამიანი სულიერად ვერ გაიზარდა ვერ მიხვდა რას აკეთებდა ღვთისმშობელი კიდე იცავდა რაღაც განსაცდელებისაგან და ამან იფიქრა რომ აი ასე უნდა ვიცხოვრო და აი მაშინ იყო რომ მან დაინახა დედა ღვთისმშობლის ხელში რომ ღრმა ეჭირა აი ამ ღრმას როგორ გაეხსნა ის წყლულები რომელიც ჯვარცმაზე მიიღო ჯვარცმისას მიიღო იესომ და აი ხედავს სისხლის მდინარეს და თანაც ეუბნება დედა ღვთისმშობელს რომელიც ლოცულობს ამ მონისა ღვთისათვის რომ შეიწყალოს უფალ და უფალი ეუბნება არა ეგ იმდენ უშუალოებას ჩადის მე მაგას არ შევიწყალებო ხედავთ ეხლა ყველაფერი არ მოხდა მაგრამ ესე იგი ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეს უნდა მოსწონდეს დედა ღვთისმშობელს ჩვენი ადამიანური გამართლებები იცი მე ეს დავაშავე მაგრამ მოდი ახლა მე რაღაცას გავაგე კედელს ავაშენებ იქ რაღაცას ჭას ამოვთხრი იქ რაღაცა ჯერ უნდა ვნახოთ ეს ღვთისათნო თუ არის რაც განსაზღვრე მაგრამ ჩვენ ჯერ აი მწოდვას უნდა მივხედოთ რომელიც ჩავიდინეთ იმ კაცს რომ იმ მწოდვათა სინანული ქონოდა და არ სიცოდნოდა ამდენხანს ეს დიალოგი არ გაგრძელდებოდა რასაც მან უყურა როგორი იყო დედა ღვთისმშობლის ცრემლიანი ლოცვა და ასე შემდეგ მაშასადამე ჩვენ თითოეული ჩვენი საქციელი უნდა გამსავსხოთ სამწუხაროდ თანამედროვე საზოგადოებაში იმიტომ რომ მე არ ვიცი 2 საუკუნის წინ ხო მაგრამ მე აი ვისაც ხედავ ხშირად ადამიანები ამბობენ რომ მე ეკლესიაში დავდივარ და ეს თითქოს რაღაც თავდებია იმისა რომ მას არაფერი მეტი აღარ მოეკითხება ან იქო კი მე ვეზიარები აი მე ვამფახსარებას მე ზეთი ვიცხე ეს უნდა გააკეთოთ მაგრამ როგორ მივდივართ და რას ვაკეთებთ აი ეს არის მთავარი ხშირად თელრიგ ცოდვებს ჩვენ სახუმარო თემად ვაქცევთ მე ერთხელ დამინახია გამიგონია და მამაღლა ვთქვამთ რომ ვიცით განვიკითხავ ნუ ვიღაცას იქ ვინც თქვა საზოგადოებაში თქვა ახლა დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და
იმას ბედავს რო თქვას, მაგრამ და მეუბნები რომ განკითხვა სულ ერთია, ერთ-ერთნაირია ყველასი. ეს სახუმარო არ არის ეს ზერელი, ეს არის ის ცოდვა, რომლისგანაც იწყება მთელი ჯაჭვი, რომელიც მიგიყვანს მერე სხვა დაცემამდე. რა ვქნა ახლა აი ვერაფრით ვერ გადავეჩვიე და ყველს ვჭამ. იცით, რაც არ უნდა კურთხევები მიიღოთ, თქვენ როდესაც უფალთან მიბრძანდებით, ხომ? ანგელოსები რა სიტყვიან, რომ ამ და კიდევ ამ წელს, აი ამ მარხვის დღეების დროს ის არ მარხულობდა. ეს მეტი რა სიტყვის ახლა ანგელოსი. ფაქტი ეს არის, ამიტომ აი ეს რაღაცა რა უჭირს. ძალიან უჭირს, რადგან ოთხშაბათის და პარასკევის მარხვა და დიდ მარხვებზე არ ვარ, როგორც წმიდათა წმიდა. და ჩვენ გონია რომ რა უჭირს ახლა კაცო მე ახსარებას ვიტყვი და არა ახსარებაზე რომ ვიტყვი ეს არ ნიშნავს რომ თუ ჩვენ დავარღვიეთ ერთი დღე მარხვა, მერე უნდა თუ კი ეს უნდა გვეპატიოს ჩვენ, სულიერმა მოძღვარმა შესაბამისი უნდა მოგვწეს ეპიდემია. ანუ როგორ გამოვისყიდოთ ეს? რა თქმა უნდა მძიმეს არ აძლევდნენ გამოსული სულიერებები, მაგრამ შემთავარია გაიაზრო და აუცილებლად. ასე რომ ჩვენი დღევანდელი ყოფა, რომელიც არ მოგვწონს, თითქმის არავის არ მოწონს, ყველა წუწუნებს, ყველა რაღაც საყვედურს ამობს. აი ჩვენი ცოდვისადმი დამოკიდებულებით არის განსაზღვრული, რომ ჩვენ ცოდვა არ მიგვაჩნია ცოდვად. ამაზე დავფიქრდეთ. აი ესეთი მიდიან და სულ დღეს ვეუბნო და მოვიდა უამრავი ადამიანი, ოს გადაგებაში ხშირად ვამბობ, რომ და არა იცი მე ასე არ მარხულობა, რანაირად მოხვედი 10 წუთის წინ და რანაირად ეზიარე. რანაირად არ წაიკითხე ლოცვები, რანაირად, იმიტომ რომ უფალთან შესახვედრად თუ კი უნდა გაიარო ეს საფეხურები, თუ კი უფალთან შესახვედრად ბევრი რამე უნდა გააკეთო, ეს თითოეულ ჩვენთაგანს აუცილებლად ეხება და მე აი მოვუწოდებ ერთ რამეს ხოლმე ძალიან სერიოზულები უნდა ვიყოთ ქრისტიანულ განზომილებაში. ეს ცხოვრება ითხოვს იმდენ რამეს ჩვენგან და ჩვენ მუდმივად ვიზარდ, ეს რა ჩემი საქმეა, მაშ რად დადიხარ ეკლესიაში თუ არაფერი შედი, საქმე არ არის. აი იცით რა, მე მაგალითად კითხულობ დილას არამოს მოკლე ლოცვას იძახიან და არ არსებობს, აბა მიპოვე ძველი წინები, სადაც წერია მოკლე ლოცვა. იმიტომ რომ აი ნახეთ რა მზაკვრული არის, ვინც მოიფიქრა ეს საშინელი მზაკვრობა. შესაძლებელია რომ 20 წელიწადი სულ ეს პაცია მზაც იკითხო დილი და საღამოს და გეგონოს რომ ლოცულობ. არავითარ შემთხვევაში. აიტომ მე ვეუბნები, მოდი ასე მოიქეცი. მე ვასწავლე რომ ჯერ არა გაქვს ლოცვის შვება, მაგრამ აიღე და დაიწყე თავიდან თქვი ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთა და უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ. ასე იწყება ლოცვები ერის კაცისათვის, ხომ? აი მე საწყისი და სადაც გაჩერდები, გაჩერდი ახლა მე ხო ვერ გიყარაულებ, მაგრამ მოდი ყველა ადამიანი უფრო მეტ წაიკითხავს და მე მგონია იმ მოკლე ლოცვაზე უფრო მნიშვნელოვანია მამაო ჩვენო თქვას თავარი საუფლო ლოცვა, რომელსაც ჩვენ სახარება გვასწალის და არა ეს, მაგრამ სამწუხაროდ ასე ხდება ხოლმე ვიღაცას გონია რომ წესად დამკვიდრდეს. ხოლო თუ ადამიანი უძლურებაშია, იმაში არც არაფერს არ ვთხოვთ. მივდივართ, მე უძლურებაში მყოფი რომ იყო, ჩემი ახლობელი ადამიანები, კურთხება მქონდა ასეთი, მივდიოდი და სკვნილსაც მე ვუკითხავდი. წიგნებსაც, იმიტომ რომ წიგნებიდან ლოცვებს გულისხმობ, ხომ? იმიტომ რომ აი ეს არის მოყვასთან ერთად და მე ჩემთვის კიდე ცალკე ვკითხულობდი. იმიტომ რომ პირადი კანონი უნდა აღასრულო. ასე რომ ცოდვებისადმი ქრისტიანული, ანუ ძალიან სერიოზული მთელი სულიერი სიღრმით, გულით, იცით, აი ეს ერში, რო თქვა, აი ყველა დადის და მე რატო უნდა ვიარო სადღაც ხამის ბარში. იცით, როცა მიბრძანდებით უფალთან, ის არ კითხავთ, არ ჩამოგათვლებინებთ, ვინ იყო იმ ღამეს ბარში. თქვენ მოკითხავთ, რატომ იყავით და რატომ არის ეს ცუდი? იმიტომ რომ იქ იმდენი ბოროტი სულია, დაბუდებული, ფუთფუთებენ, რომ მე როგორ გნებავთ, რომ განიწვიდოთ, ჩვენ მათ ვეძახით, მოგვყავს.
ცუდი აურაა, მამო, და შენზე აი ეს აურა, ეს რისგან არის ეს? აი დემონისგან, რა თქმა უნდა. წმიდა აღსარებელი ლუკა ამბობდა, თუ არ ვცდები ახლა, ან მას მოყავს ეს ციტატა, ან მისი არის რთვალი აგვეხილოს ჩვენო და ჰაერში მოფუთფუთე ბოროტი სულები დაგვანახოს ღმერთმა ადამიანი ჭკუიდან შეიშლებოდაო და ჩვენ და განვერიდოთ ჩვენ რაიმე წესებს, მუქარებს კი არ გითვლით, უბრალოდ მერე ვეღარ ვსწორდებით. აი არის ხოლმე, აი ოღონ წესი ავგოთ. მარტო წესი საგება უშველის ადამიანს. ამის გარეშე რომ არ შეიძლება გასაგებია, მაგრამ მთელი მისი ცხოვრება და მერე დარჩენილებმა რამდენი სიკეთე უნდა გააკეთონ, რამდენი შესაწირი უნდა გაიღონ, რამდენი მოწყალება, რამდენი სანთელი უნდა დაანთონ. მე ვფიქრობ, რომ ადამიანთა უმეტესობა, რასაც მე ვამბობ, ამას ადვილად გაიაზრებს. უბრალოდ არ უნდათ. მათ ურჩევნიათ რაღაცა ისეთი ჩამალული და რა უჭირს ამას? კი. ისე მამო, ადამიანი გაუროს, ეხლა თქვენ რასაც საუბრობთ, მამო, იქ თუნდაც ეხლა ბარში და იმაში წასვლა კი არ არის პრობლემა. იქ უბრალოდ არასწორი მიმართულება და მე ღამეებს რო ათენებდა, პრობლემა რო გექმნება და იქ შეიძლება მოსაწევი მოწვევა 1000 რაღაცა შემოგთავაზო. ეგ არის, თორე შეიძლება ეხლა მეგობართან ერთად ვიღაც არ ეგონოს რაღაცა, რომ სადღაც დაბადების დღეზე არ შეიძლება წასვლა. აუცილებლად გიხსენები, ეს არის ის რაც კაცობრიობის ძალიან ცუდმა ნაწილმა შექმნა. აი მითხარით ჯერ რატო უნდა უნდოდეს ადამიანს რომ გახდეს 20-30,000 ადამიანი ეტევა დიდ ამ ღამის ბარებში და აი იქ იყო ერთი არავის არ აინტერესები შენ. ბოლომის არის ეს და იმან პირდაპირ ეს მიიღო ასე ბითუმა ამდენი ხალხი. ხო და აი ეს არის რომ და კიდე ძალიან ბევრი რამ ჩვენი თავი უნდა დავიცვათ თორე. თან მამო, აქ რაზე გვაქვს საუბარი, რომ ჩვენ გვაქვს ის იმ ადამიანების საუბარი, რომელიც შეიძლება იმ წამს მარხვაზე იყოს, აღდგომა უხაროდეს, რაღაცა ხო ხდები და აი უბრალოდ თავის დაცვის მიზნით, იმიტომ ჩვენ არ ვართ ეგეთი მაგრები, რომ გაუძლოთ რაღაცებს. ვერაფერს ვერ გავუძლებ დღეს. ბარში იყო და ხვალ რაიმე სიკეთე მიიღო წარმოუდგენელი არის. კვირა დღეს არიარო ეკლესიაში. ეს ისეთი რამეები არის, რაც ვერავინ ჩაანაცვლებს. ისეთ ეკლესიის მიერ დაწესებული ცხოვრების წესი და ამდენად უნდა კარგად დავფიქრდეთ ამაზე. იცით, ამბობს რომ მე შაბათს გვიანამდე ვმუშაობ და კვირას ვერ დავდივარ ეკლესიაში. და ჩვენ გვავიწყდება რომ ჩვენს გვერდით აი ამ პლანეტაზე მცხოვრების სხვა რელიგიის აღსარებლებს აი მაგალითად იუდეველებს აბა ვინმემ გაუბედოს შაბათს იმუშავეო და ჩვენ მართლმადიდებლები ისე გურცხვენია ლამის ჩვენი აღსარებლობის და გვავიწყდება რომ თუ კი შაბათს არ მუშაობს მე კვირას რად ვმუშაობ ქრისტეს არა იცით მე მგონია რომ ეს შიგნით იცი საკუთარი სიამაყე კი არ არის ქრისტეს გამო აი რაც ამაყო გვაქვს ჩვენ არის რომ ქრისტეს გამო შეიძლება გქონდეს განცდა იმის რომ რა ბედნიერები ვართ ეს არის ერთად ბედნიერება და სიხარული სხვაშორის მამო ძალიან ბევრი კაი ადამიანი არის და ძალიან ბევრი ადამიანს მამო რაღაცაით აი გაექცევა ხოლმე ეს მომენტი მამო ის მარხვა იქნება იქ რაღაცა და საწყობ ჩვენ და ეხა ხო ვიცი აი ზუსტად რომ ნიშნულობა შეიძლება ხო არის მაგრამ აი მაინც ძალიან მაგარი ვინც დარჩენ მამო მაინც აი მათთვის როგორი რთულია საქართველოს ცხოვრება დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ ადამიანმა არ უნდა თქვას რომ არ ვიმარხულებ დილის მე რა მაგრითები მოგდა ეცადო დილის ლოცვებს არ გითხულობს იმ აბზაცს აითხებს და დარწმუნებულია რომ ეს საგვარისია კვირას არ მიდის ეკლესიაში და თქვა 4 შაბათს მივა ან 5 შაბათს მივა და ფიქრობს რომ ამით ვერაფერს ვერ შეცვლი ხდებით აი უნდა დამოკიდებულება გქონდეთ. კვირა დილით იწყებენ ძალიან ბევრი ახლა მუშაობს ტაქსისტად. და დალოცვილო მართლა 7 დღე გაგდა იმ კვირის მეორე ნახევარიც ხო გაქვს საღამო, როცა უკვე წუხრი და იწყება და
მაინცა და მაინც, ესე იგი, მე იმიტომ ვერ მოვდივარ, მე მინდა ვთქვა ისიც, რომ რას უკეთებენ თავიანთ შვილებს, აი ახ ერთი მნიშვნელოვანი აღარ გამახსენდება, მე მშობლები, რომელსაც კვირაობით დილი დაყავთ ცეკვაზე, სიმღერაზე, სპორტზე და ასე შემდეგ და მე იძახიან და პედაგოგს სამაგიეროდ აი მე მყავს ჩემს მრელ შორის ერთი დედა, რომელმაც უთხრა როცა პედაგოგმა უთხრა, იცით რა მე კვირას უნდა ვავარჯიშო, მაშინ ჩვენ მოგვიწევს თქვენთან დამშვიდობება და წამოვიდა. იმიტომ რომ აბა რაშია ეს ქრისტიანობა ვერ გავიგე. აუ რა სწორსაო. ბავშვებს ვასწავლით აი ამ უშუალო ცხოვრებას და ისინი ანგელოსები არიან, იმათ ნუ გავიმეტებთ და თქვენ როგორც გნებავთ ახლა ესე მოიქცეთ ბავშვს. მამა აი თუ შეიძლება ახლა კი აი სწორი ბრძანდებით და მართლა ძალიან მაგარ საკითხზე გაამახვილე ყურადღება პედაგოგებსაც თვითონ აი განათლებულ პედაგოგს ყველას ესმის დარწმუნებული ვარ რომ კვირას ადამიანი ეკლესიას არ უნდა მოწყვიტოს და რაც უფრო მეტი იქნება ეკლესიაში მოსიარული მით უფრო პედაგოგისთვის საოცნებო მოსწავლეს მიიღებს. აი მაზიარებელი რომოა იმას სხვა ტვინი აქვს და ის სხვანაირად შეითვისებს და აითვისებს იმ ყველაფერს, რასაც თქვენ ასწავლეთ და აუცილებლად გეხვეწებით თვითონ პედაგოგებიც სასიარულო ხართ ბევრი და აუცილებლად გეხვეწებით იარეთ ხოლმე რა გთხოვთ უბრალოდ ძალიან ყველაზე დასაფასებელი ადამიანები ხართ თან ყველაზე დაუფასებლები ხართ დღეს იმიტომ თქვენ რამხელა ღვაწლსაც ჩადიხართ მაგას ვერავინ ვერ დააფასებს ამ ქვეყნად დიდი მადლობა მინდა აქედან მოგიხადო და მამაო სამაგიერო მინდა რომ კითხოთ როგორ შეიძლება ავინაზღაუროთ აი ზოგი არის უცხოეთში მაგალითად ზოგი პატიმრობაშია ზოგს არა აქვს ამ წირვაზე წასვლის საშუალება აი მადლობა ღმერთს მადლობა თქვენ მამაო და თქვენაირ მოძღვრებს და ჩვენ პატრიარქს რომ ყველა კუთხე კუნჭურში აბსოლუტურად ტარდება წირვა საქართველოს ნებისმიერ საქართველოს და სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არის ქართველი მოძღვარი სადაც ჩვენი საელჩო არ არის ბევრგან და წარმოიდგინეთ მოძღვარია ჩვენი აი რამხელაზე აქვს აი ამ პატარა ეკლესიას ნამუშევარი წარმოიდგინეთ დიდ ქვეყნებს არა აქვთ ის ბევრგან წარმოიდგინე ის არის თავისათვის ტომოები და ეკლესიები რელიგიური მხრივ განვითარებული არ არიან როგორც ჩვენ ვართ და დიდი მადლობა ჩვენ პატრიარქს რა თქმა უნდა მის დაუფასებელ და ავიცი აი ამხელა ღვაწლს დიდი მადლობა მართლა იქეც ვიყრი ყოველდღე მის წინაშე და იმ მამების წინაშე ვინც გვერდში უდგა ხართ მამაო დიდი მადლობა მამა ადამ თქვენს იმიტომ ძალიან დიდი მაგალითი ხართ ჩვენთვის იმიტომ რომ ამდენი ხანია მოდიხართ და მოგაქვთ მხრებით ამდენი ტკივილი და ამხელა რაღაც თქვენი სამედიცინო განათლები და იმით როგორ ეწეოდით საპატრიარქოს და იქ არსებულ ყველა იმ დაწესებულებას მე ვიცი და მადლობა მამაო ამისათვის და ჩვენთვის ძალიან დიდად სამაგალითო ხართ როგორ უნდა შევცვალოთ მამაო ვინც ვერ ახერხებს აი მაგალითად თუნდაც ის პედაგოგი ან ვიღაცა მაღაზიის გამყიდველი რომელსაც კვირას აძალებენ რომ შენ თუ არ მოხვალ აი რაღაც აი თუ არის ალტერნატივა ხო რაღაც დაშვებებს ხო უშვეთ მაგალითად აი მზარეულია და მარხვას ვერ იცავს მაგრამ აი რაღაცე როგორ არიცავს დიახ საჭმელს გასინჯავს მაგრამ მარხვას იცავს დიახ აი ამიტომ თითოეულ შემთხვევაში თქვი აგყევით მზარეულის მაგალითზე ნახეთ თითოეულს თავისმა სულიერმა მოძღვარმა უნდა ურჩიოს მაგრამ მე მყავს ადამიანები რომელთაც მე შემიძლია დღესასწაულზე გამორჩეულ დღესასწაულზე დიდი შეღავათი მივცე და ისე ვაზიარო იმიტომ რომ იმან არ იცოდა იმ დღეს რომ უნდა მომზადებულიყო რაღაც მაგრამ ყველაზე მთავარი არის მისი შინაგანი მდგომარეობა. მე როგორ ვურჩიო ეხლა ჩვენს მაყურებლებს, რა უნდა გააკეთონ მათ ყავთ მადლობა ღმერთს სულიერი მოძღვარი და მას უნდა გითხოთ რომ აი თითოეული მათგანის სულიერ მდგომარეობაში მყოფმა რა უნდა გააკეთოს იმისათვის რომ ღმერთს არ დაშორდეს. აი მამბა ძალიან დიდი ბოდიში ერთწამი აი რაღაცას აი მაგალითად ადამიანი არის ტაქსის წყოლი ხო და წირვაზე ვერ მოახერხა მაგრამ იმ წამს მღვდელი შეხვდა და უფასოდ გაიყვანა აი ეს შეიძლება იყოს ალტერნატივა ვიცი გასაგებია რომ აი რაღაცა სიკეთე ხო აი რომ სიტყვაზე რაღაცა ვიღაცა საუნტყოფოში დასჭირა დახმარება და იქი მიხარ და გაახსნა წირვა იმის თუ ვერ მიხვედი ეკლესიაში გზაში ეკლესიისკენ მიმავალს დაინახე განსასესაში ნამყოფი კაცი და მას დაეხმარა ესა მთელი ქრისტიანობა დიახ მას უნდა დაეხმარო და ამის უამრავი მაგალითები არის პატერიკებში ჩვენ სხვა რამეს გვინდა რომ გამახვილოთ ყურადღება დიახ ამას ვერანაირ და თუ კითხვა მაინც გააქვთ რაიმე შეკითხვა მიმართეთ თქვენ სულიერ მოძღვარს ვისაც ჩაგიბარებიათ 100-ჯერ 200-ჯერ 300-ჯერ ახსერება მან იცის თქვენი მდგომარეობა და
მოგიძებნით აუცილებლად გამოსავალს, მაგრამ ჩვენ თავად ვწყვიტავთ ამას. ეხლა უცხოეთში მე უცხოეთში ვარ და რა უნდა ვქნა და ვითომ მე გავეკიდე და გავაგზავნე იმ უცხოეთში. ქრისტიანი ვიდრემდის ნაბიჯს გადადგამს, მან კურთხევა უნდა აიღოს. აი ეს არის ცხოვრება ქრისტიანისა. და თუ აპირებდა თქვა წასვლას ამერიკაში, ხოთ განვერტოთ კურთხევა რას ნიშნავს? თუ იგი აი მაგალითზე, ხომ? შესაძლებელია მოძღვრმა უთხრას, მოდი ახლა შეჩერდი რაღაც ისეთი მდგომარეობაში ხარ, რაღაც მიზეზები არსებობს და ცოტა ხნი გადადე ეს წასო და თქვათ, რაღაცა ერთი თვის მერე გამოუჩა გზა და წავიდა საბერძნეთში. ნახეთ ორი ალტერნატივა, ვითომ არაფერი. მაგრამ ნახეთ კურთხევა მიიყვანა საბერძნეთში, სადაც 1000-ჯერ მეტი შესაძლებლობა აქვს დაესწროს სირვალოცვას. თუ ქვეყანა მოფენილია ეკლესია მონასტრებით. კურთხევა მამაო თუ შეიძლება და სადამდე შეუძლია მღვდელს რომ სხვის ცხოვრებაში ჩაერიოს. აი თუ შეიძლება, იმიტომ რომ ბევრ ოჯახში მინახავს კონფლიქტი, მაგალითად, რომ აი ჩემმა მამაო მესმით ხრა, ესეუნევა რა შენმა მამაო შენ ოჯახური მოვალეობა შეასრულა. აი ეს მომენტ თუ შეიძლება ბევრგან აი ძალიან აინტერესებს. როცა კურთხევას ღებულობ, ამას არ ამბობ ხმამახლა. კურთხევა საკრალური რამ არის. შენ მოგეცა, სულიერი ცხოვრებაა შენი და თუ კი ვინმეს რაიმე განმარტება ჭირდება, შვიდად უნდა უთხრა, იცი რა, მე არ შემიძლია ამის გაკეთება რაღაცის და რაღაცის და რაღაცის გამო და აი ეს დაცვა წარმართულ სიტუაციაში ქრისტიანობისა არის ქრისტიანის ცხოვრების უნარი. უნარი, რომ მე სადღაც იქაც გამოვალ, მაგრამ რაც შეეხება, რატომ უნდა იყოს ცოლ-ქმარ შორის დავა, ვიცი რა საკითხებს ეს არის დავა. გახსოვდეთ, მე ამას არსად არ წერია, მაგრამ თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, თუ კი მამები რაც ამბობდნენ გავიხსენოთ ისე ჩვენ ვიცნობდით, ცოლ-ქმარს როგორ შეიძლება ორი სხვადასხვა მოწყარი ყავდეს? აი ამიხსენე. ოჯახი როგორ უნდა გააყო ასე? ერთ სულო და ეხლა ორ მოწყარს ერთი სული ვერ ეკნება. არადა ცოლ-ქმარი ერთი სული, ერთი გულია, ერთი ხორცია, ყველაფერია და აი ეს ისეთ იმდენ კონფლიქტური სიტუაციას შევსწერები ვარ, იმიტომ რომ მე მშვიდად ვეუბნები ხოლმე, კაცო, შენი მეუღლეს სადადის? აი ისი, ესე არ შეიძლება. თუ ერთიანობა გვინდა, მრევლმაც და ყველამ უნდა ერთად უფრო მეტიც იქ თითქმის ოჯახს კარგი ერთი მოძღვარი რო ყავს. ეხლა სხვა თემა არის ახალგაზრდა თუ სტუდენტები გახდნენ. კი ნუ შეზღუდავთ. არა უშავს გაინავარდოს, ნახოს, მას წინ დიდი ცხოვრება აქვს და შესაძლებელია ის რაღაც სათქმელი აქვს და იმიტომ ვერ ეუბნება ამოწმას, რომ იგი ლამის ოჯახის წევრია და რცხვენია ადამიანურად. ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, აბსოლუტურად ყველაფერი და კურთხევა, რომელსაც ვაძლევთ. ამას ქვია ღვთის კურთხევა, მამაოს კურთხევა კი არა, ჩემი შეხედულებებით კი არა, მე რომელი კერძი მომწონს, მე რა ფერი მომწონს, ამის მიხედვით კი არ უნდა შეღებო შენი სახლი. არამედ ლოცვის მერე რა აზრიც მოუვა სულიერ მოძღვარს. კურთხევა არის ჩვენი გზის განსაზღვრა, ხომ? საწავიდეთ, რა გავაკეთოთ, ამიტომაც ჩვენ მესმის რომ თქვენგან ცოტა გამორჩეულ მდგომარეობაში ვიყავით და გვყავდა უფრო რაღაც გამორჩეული სულიერი მშობლები, მაგრამ პრობლემა იქაც ჩდება, შენ თუ ცოტა გონება და გულწრფელობა თან არ გაქვს იმდენი. აი ნახეთ, ჩვენ ვეუბნებით, რა ვქნათ? მე აი გიყვარს გახსენება ჩემი და დედა სერაფიმას ურთიერთობების და იცით წლების განმავლობაში როდესაც მე მის მორჩილებაში ვიყავი ეს იყო გამორჩეული და დიდი სულიერების ადამიანი რომელიც ჯერ კიდე არ არის დაფასებული ანუ შეფასებული სათანადოდ წლების განმავლობაში მაპატია ჩემ თავზე არ ვყვები ამას ასე იყვნენ კიდევ სხვა მორჩილები ზაფხულში ქალაქიდან, თბილისიდან, აი იმ პაპანაკებში ჩვენ არ გავდიოდით. ეს შენ უნდა გადაწყვიტო. ეხლა ყველა არადა ტელეფონით აკურთხებდა ის ბაგურიანში წავიდოდა, ის ბათუმში წავიდოდა და დაალოცავდა, ასე ეთყოდა ეს გააკეთე, ეს არ დაგავიწყდეს და ჩვენ გვეთყოდა და ჩვენ კიდე
ვიჯდეთ ამ თბილისში, ხომ? და ამ თბილისში ვისთან ერთად და გინდა გასვლათ. ხო? არა, ნახეთ, და უბრალოდ ფიქრობ ადამიანი, ხო? თბილისში კი არ ვრჩები, მე ვრჩები დედაოსთან. და იმას, რაც იქნება აი ამ 2-3 თვის განმავლობაში, მე ვერსად ვერ შევიძენ, ვერაფერს და ეს არის შინაგანი მორჩილება კურთხევისადმი, რომელიც ადამიანის თვისებაა. ამიტომ ამის დიდი გამომუშავება მერე ხდება, მაგრამ ის საფუძვლის გარეშე არ გამოვა. ეს მათი ცხოვრების მაგალითებია, იცით როგორ ამოწმებდნენ, ვინ იყო მორჩილი და ვინ არა, ვინ შეიძლება წავიდეს მონასტერში, ვინ არ შეიძლება წავიდეს. ეხლა ისეთი ადამიანები მოდიან, ვეუბნები რომ აი მინდათ, არა, ეხლა არ არის ამისი დრო, მოდი შენ ერთი თვის მერე და დავილაპარაკოთ. აი გაატარე ეს შობის მარხვა და ვნახოთ რა ნაყოფი გვექნება ბოლოს და დავილაპარაკოთ, იქნებ მართლაც გამოდგე და სადმე მონასტერში გაგვაცნო და ის იწყებს აი მე მონასტერში მინდა და არ მონასტერში არ გინდა მონასტერში ღმერთმა უნდა წაგიყვანოს შენი სულიერი მოძღვრების ლოცვა კურთხევი და შემთხვევით შესული ადამიანები რომ დარჩნენ ძალიან ხშირად მე არ ვიზახი ღვთისნება სადაც არის იქ ხო მან განაპირობა ის რომ მე წლების განმავლობაში ეს კურთხევა ვეღარ ისწავლეს რა არის კურთხევა ჩემი აზრი არ არის კურთხევა ღვთის აზრია რომელსაც ისე უბრალოდ გვაწუდეს ღმერთი რომელსაც სასწაულად კი არ გვევლინება არამედ გულწრფელად ხო გინდა ადამიანს დაეხმარო ღმერთი შენთანაა მაშინ რატო ვამბობ ღმერთი ჩვენთან არისო აი არის და მოგცემს ამ აზრს ერთი მაგალითი ისევ მათი ცხოვრებიდან დღის განმავლობაში ჩამოსული მლოცველები მეუფე ზენობისთან შედიან და უყობიან თავის ამბავს ჩამოსულები არიან ისინი ტაგანროგიდან რა ვიცი კიდე საიდან აღარა ხო და იციან ახლა რომ აი ასეთი დიდი სულიერი მოძღვარი არის და რაღაცას ჯგუფად შეიკრიბებოდნენ ხოლმე და ჩამოვიდოდნენ და ეუბნებოდნენ ყველა მეუფე ზინობი არის ჩვენი პატრიარქი ვინც ბერათ აღკვეცა ის წარმოიდგინეთ სქემაში ერქვა სერაფიმე და რომლის საფლავზე მიდით და გასწავლი ძალიან ბევრ რამეს იგი ნეველის ეკლესიაში შიგნით არის დავანებული და ხშირად კიდე ერთი რამ არიციან აი მე ღმერთს როგორ დაველაპარაკებ სახლის ყიდვა რომ მინდა ან ფული არ მაქვს და საჭირო აბა ვის უნდა უთხრა ღმერთზე უფრო მეტად ვინ შეგიცოდებს და მე ვეუბნები ამაზე რომ მე ყველაფერზე ღმერთს ვაწუხებ. აი ძალა რომ მომწეს, ნაბიჯი რომ გადავდგა, ვაიმე ღმერთო ეხლა წყალი თბილი დამხვდა შაიდანში. ვიცი გზაში მამა. აბა ვის უნდა უთხრა? არა ვის უნდა უთხრა? ღმერთს. აბა ეს ისეთი შეფარული არასწორი დამოკიდებულება. ყველაფერი თხოვეთ. და უბრალოდ ამერება ეს იცოდნენ და რომ მოდიოდა ძალიან ცუდად იყო მამა. და ნახეთ გიორგი აი სახლის ყიდვა გაყიდვის ამბავი. სხვა ქალაქში გადასვლა, შვილის გათხოვება ან ცოლის მოყვანა და ყველამ საერთოდ კურთხევა უნდა აეღოთ. და დედა სერაფიმა დასვა კელიაში და უთხრა რომ მოусმინე, ასე გვასწავლიან, იცით? ისინი ესაუბრებიან, შენ უსმენ და მე გამოცდილება გიგროვდება. ძალიან საინტერესო მეთოდები აქვს ამ გამოცდილ ადამიანებს. და რომ დამთავრდა, ნახეთ, დედა სერაფიმა ეკითხება მეუფე რატო არავის არ უთხარი ღმერთმა გაკურთხოსო ნახეთ როგორ მაშინ ხვდებით ჩვენი გული ისეთია რომ დასწრებს ძალიან ადვილად აკეთებ ღმერთი ამას გვაძლევს და მეუფემ უთხრა იმათ ყველაფერი გადაწყვეტილი ქონდათ და ისე მოვიდნენ ჩემთანო და აბა როგორ უნდა მეთქვა იმას სახლი იცის სად გაყიდოს იმან იცის რომ მე ქალაქში გადავიდეს მე არავინ არ მკითხა გადავიდე დავრჩე წავიდე აი კურთხევა ეს არის და ჩვენ ვამბობთ აი ყველა საბუთები გავამზადე შევიტანე ვიზა მომცეს მაკურთხე ხვალ მივდივარ სადღაც ესპანეთში იცით ეს კურთხევა არის დაგლოცავთ აბა ყოველ შეცდომაზე რომ ვინმეს არ ვლოცავდეთ ეს არ არის ჩვენებური წესი დაგლოცავთ მაგრამ ეს თქვენ გადაწყვეტეთ და ამიტომ იქ რომ გექნებათ საწუწუნო უნდა იცოდეთ რომ ეს იმის ბრალია რომ ღვთის კურთხევა არ აქვს თუმცა ღვთის კურთხევა შეიძლება ბევრი განსაცდელი შეგამთხვიოს იმიტომ რომ შენი გზა ესაა
ასე რომ ადვილი ვერ არის ქრისტიანობა, მაგრამ რაღაც ეხლა მე მგონია სულ ცოტა რამ გავიგეთ კურთხევის შესახებ. აუ ძალიან დიდი მადლობა. შემდეგ სხვადასხვაებს განვავსვით ეს თემა ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ხშირი შემთხვევა თქვენ მართალი ბრძანდებით, მაინც აკეთებ იმას, რაც გინდა და კურთხევას იღებ იმას, რაზეც ხარ ძიმე მდგომარეობაში, რომ მოძღვარს გადააბრალო, მე სადღაც წახვიდე და როგორ მამაო მითხრა, სიგარეტი მოწიეო და აბა რა მექნა, ხო მიხდე ეგეთი რაღაც. ხშირად ხდება. არ ეთყოდა, შეიძლება რაღაც სიტუაციაში ზოგიერთი ეხლა დღეში ჩაგაგდეს, რომ რაღაც ისეთი რამე უნდა უთხრა, თორე იქ არ შეიძლება უხერხულია ვითარება. უნდა იცოდეს. ჩვენ ვიცით ისე უხერხული. ხმამაღლა არ ვეკითხებით ჩვენ. თუ მე მინდა სულის სარგებელი მივიღო, ამას ვეუბნები, როგორც სიტყვიან ერთი ერთზე, ხო? როდესაც ვესაუბრები მას. აუ მამაო ძალიან ეხლა უნდა გაცინო ძალიან ანუ მამაო იცნო და თითქმის აი რომელი სტარეციც არის ეხლა დღეს მაგალითად სადაც აი ხარ წეღან ხო ახსენა ისინი აი სადაც საფლავებზე იმებზე დავდივართ ხოლმე ძალიან ბევრ წმინდა ადამიანს პირადად იცნობდა და ეხლა ვეუბნები რომ გეხვეწები ამაზე ვილაპარაკოთ მეთქი იმიტომ რომ მოკლან მეთქი ხვალ ეს ისტორია დაიკარგება თქო და რას მეუბნება პასუხად შენ ეხლა ისტორია რო დაიკარგება ეგ გადავდეს თორე მე რომ მოკლან ეგ არაო ხო და აუ კიდე რას თქვენ მართლა დიდი მემატიანი ხართ ამ ადამიანებთან შეხება მესეთ აღხვეწათ მამაო რომ მოძღვარი ხარ ბოლოს და მოსის ხო არ ხართ ეს ასე არ არის ერთადერთი რითაც შეიძლება მიემსგავსო მათ ეს არის ქრისტიანული ცხოვრება და ჩემ ასაკში მამა ვიტალი უკვე აღარ იყო ცოცხალი და მან იმისთანა სიმაღლე დედა სერაფიმა მამა ვიტალის სულიერი შვილი იყო ხო? იცით უფრო მეტი იქ გეტყვით ახლა იმ მომენტზე ერთ რამეს და გუშინ წირ ვკითხულობდი ახლა ძალიან კარგია ასეთ კარგ რამეებს რო წერთ მამა ვიტალიზე აი რა თქვენ მაგრამ რასაც თქვენ წერთ ეს თქვენი სულიერი ცხოვრების ანარეკლია და მე კიდე მგონია რომ ეს რა თქვენი შეხედულებებია ეს ასევე უნდა განიხილოთ თქვენ სულიერ მამებთან რომ მე ასე ვფიქრობ და ეს მართლაა იმიტომ რომ ხანდახან მეوارდები უხერხულობაში ისეთი რამეები იწერება იცით აი რატომ მიეცა ეს ყველაფერი აი რა უნდა მეთქვა გუშინ წინ ადამიანებისთვის მამა ვიტალის დღეა ნუ დავეწყებ მოუყვები არა რაღაცა უცებ რო იცით რა თქო მამა ვიტალი მოდით გავაკეთოთ ასე რა არის მისი მოძღვრება რაც დატოვა ხო აი როგორ ფიქრობდა რომ ჩვენ უნდა გავიაროთ სულიერი აღმავლობის გზები როგორ შეიძლება ცხონდე ხო რაში ჩანს ეს ჩანს როგორ ცხოვრებას ასწავლიდა იგი თავის სულიერ შვილებს როგორ გამჯდარიყვნენ სატრაპეზო მაგიდასთან ხო აი მაგალითად არასოდეს იდარყვებით არ უნდა დახმობოდნენ. ისეთ ამაზე შეგეკითხებოდნენ რატომ, რისთვის, ისეთ და ის საწერია მამაო ეს. მამა ვიტალიეს გონი ვთქვით, რაღაცის მამა ვიტალი კიდე თავს ჩაგნდრავდა და ეთყოდა. ყველაფერი ზეცაში წერია, ისეთ ეს მადლი, მათ ჩვენ არ ვეკითხებით რატომ. მაგრამ ერთი სიტყვის გაგონება ჩვენთვის უდიდესი რამ არის. ეუბნებოდა რომ არ შეიძლება ხელ მე გავასწორებ ფეხი არ შეიძლება ფეხის ფეხზე გადაჯვარედინება რადგან ადამიანი ნახეთ როგორი ადამიანი ჯვრის სახეა და ჯვარი არ უნდა გატეხო ის ამას ან მიიღებ ან არ მიიღებ მაგრამ ეს შენი სულიერების მაჩვენებელია და ჩვენ აი ამითი ვიზრდებოდით იმითი როგორ უნდა გვეჭამა რა გვეჭამა და რა გვეჭამდე მე მომწოს მამა აი იმ ჭამისას ესე შორს რო იდო და ერთი წარმოიდგინეთ აი გობიდან აჭმევდა იმიტომ რომ მამა ვიტალი მართლა ისეთ სიმაღლებზე იყო რომ ძალიან ბევრი ისეთი რამე იყო რომ ადამიანები ამას ვერ აკეთებდნენ არა წარმოწოდათ იქ ჩანგლები უნდათ იქ რაღაც ხო როგორ უნდა ისუნთქო როგორ უნდა იჯდე როგორ უნდა ჩაიცვა მე მაგალითი და მე ერთ მამასთან წავიკითხე უცებ ქადაგებაში ვთქვი ასეთი რამ იცით მე ვერ წარმოვიდგენია რომ ქრისტიანი იყო შენ და თვითმფრინავში ზიხარ და შენს გვერდით ისე ჯდომი მე ისე შემავიწრო რომ მე აღარ ვიცი სად წავიდე და თან სულიერებაზე მელაპარაკო მყავდა ასეთ არ ამგზავნე ბოროს უთხარი ჩემო ძირფასო როგორმე უნდა იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე საერთოდ და სკუნელი ვერ ამოვიღე ჯიბიდან იცით ქრისტიანი მის იმ ხელა სივრცეს იკავებს საზოგადოებაში საზოგადოებაც უნდა დაიკავოს არა ისეთ სივრცეს იკავებს რომ ირგვლივ არავინ არ შეაწუხოს
ეს სამნიშნელოვანია და ანის ხმა მაღალი ლაპარაკი ანის ტელეფონებს რომ წამოავლებენ ხელს და გარბიან შუა წირვაზე მაპატიეთ ღმერთზე უფრო მაღალმა თანამდებობის პირმა დაგირეგათ საერთოდ ჩემზე ბრაზდებიან ძალიან რომ მე როდესაც მივედი სადმე მარტო ტელევიზიაში კი არა აი მივედი სასაუბროდ მე ტელეფონს ხმას გამოურთავ და ვდები იმიტომ რომ სხვადასხვა წარმოუდგენელია და მე აი რატო არ უნდა გიპასუხო ხო ადრე ხო ელოდებოდი ვიდრე სახში მივიდოდი და ავიღებდი ყურმის ეხლაც უნდა დაელოდო ამას აი ამ ძალიან წვრილმან თითქოს ჩვენ რომ გონია წვრილმანი აქედან ყალიბდება ქრისტიანის სული ხო აი რასაც მოგიტანენ ის შეჭამო ხო ხანდახან შეიძლება ძალიან არ მოგწონს მაგრამ უნდა შეჭამო აი მოწმინება რომ ეს სწავლეთ ეგ მომეწონა ძალიან მაგრამ რომ იქიდან შორიდან მოგქონდათ რა იყო ეს ხო შეატყო რომ ესე ჭამდნენ სავს კერძოთებში ვისაც ეზოდა წამოვიდნენ აიღებდნენ ხო საკვებს რომ აიღებდნენ ვიდრე მოიტან ვიდრე და პურს მიაყოლებდა სხვადასხვა ეს არის აი როგორ შეიძლება სწრაფ კვებას გადავეჩვიოთ ხო რომელიც ერთი გობიდან მოხონდათ ყველას ეს წარმოიდგინეთ აი გაჩნდა რამდენი იყვნენ და ამ შეხედა 2-3 გობი თან არ უნდა დაგსხმო ბორშეს ხო ახლა ჯობესია ახლა კი ამის საყოველთაო არ გეტყოდა მაგრამ ამის გამო პური ედოთ ხოლმე ესმე დედა იღუმენია ვერა მიამბო ამის შესახებ და იცით ისეთი ნოყიერი და კარგი საკვები ქონდათ არაჩვეულებრივი მაგრამ ისეთ წესი აი როგორც მონასტერშია მე ასე მეუბნებოდნენ რომ მონასტერში რომ მიხვალ იქ არაფერი აღარ უნდა ისწავლო მანამდე უნდა ისწავლო მორჩილები ცხოვრება ლოცვა ის რომ სხვებთან ერთად უნდა იცხოვრო როგორ გაუყო ის რაც ჩვენ გაგვს ასე შემდეგ და ჩვენთან სამწუხაროდ მარტო ეკლესიაში კი არა მონასტერში მოდიან ხელახლა უნდა აღზარდო ასე არ არის და მოძღვრებაც რა თქმა უნდა თუ კი ვინმე საძლევენ კურთხევას რომ იგი თქვათ მონასტერში წავიდეს ხომ მანამდე უნდა იზრუნოს და ჩვენ გვყავდა ასეთი მოძღვრები რომლებიც ამზადებდნენ და მე იმიტომ რომ მორჩილება თუ არ ისწავლე არაფერი არ გამოვა ისე ზოგს მორჩილება გონია აი თუ კითხვა გახშენ მე ასე რატო უნდა გავაკეთო ეს არ ახარ ამისთვის მზად ჩვენ ველოდებოდით როდის გვეტყოდა დედა სერაფიმ აი ეს გააკეთე იმიტომ რომ ღმერთი რო კურთხევას გაძლევს ეს არის უდიდესი ნდობა ხო შენ რა ნდობა გამოავლინე შენს მიმართ რა ნდობა აი მაგალითად უცებ გეტყოდნენ რა იმეს რომ ხო აი ამ დღიდან შენ რაღაცას აი ხორცს აღარ შეჭამ და ჩვენ ისე ვიყავით ამაზე ჩვენ ეს გვიხაროდა ან საღამოს დაამატე და კიდე რაღაც ლოცვები უნდა წაითხო სიხარულის მომტანი იყო რომ მე თუ დამავალა რომ ისე მე შემიძლია კიდე რაღაც წავიკითხო თან მავალ კურთხევას ეძალაგო თან ავტორიტეტები იყვნენ მაშინ რომ გავალებდნენ და ლოცულობდნენ ამისთვის ხო და თან გეწეოდნენ ანუ შენ თუ ვერ იმასისამდე თვითონ ასრულებდნენ ანუ ვინ გეუნება ამას ძალა ეხა აი მაგალითად მე ჩემთვისაც ეხა ვიღაცას უთქვამს და პატრიარქს უთქვამს და პატრიარქი რომ გეტყვის უკვე გამოდის იმიტომ რომ იმდენად დიდი ძალა და იმდენად ავტორიტეტია ხო რისთვის გითხრა აი ეგ არის მამაო რა ეგ არის თუ უნდა რომ შენ თავში ამ პარტნიორობა დაენახოს ერთ-ერთს მაშინ საბადროქში ცხოვრობდა შემდგომში უკვე წავიდა დიდი მოღვაწეობა მომზადა უფალმა და თვითონ გვიყვებოდა რომ ერთხელ უწვიდესმა მომცა თაბახის ქაღალდი რამდენიმე ცალიო და მაგრატელიო და მითხრა რომ ამისაგან კონვერტები გამიკეთეო ხო კონვერტები არისო არიშოვებოდა ასე ჩვენს გემოზე და იცი როგორ უნდა გააკეთო კონვერტი ვფიქრობ ეხ კონვერტის გადაჭრა და დიახ აი ეს მაგრატელი იცოდე არ დამიკარგო ეს ჭირდება და სახსოვარია კიდე მისცეთ უთხრა იცი როგორ დიახო წავედი ახლა ჩემს და ვფიქრობ ნამდვილად ამ ჩვენს უწვიდეს მე ვგონი ვარო რა გონება ჩამორჩენი ადამიანი ამას როგორ ესე იგი ვიჯექი ვერც ერთი კონვერტი ვერ გავაკეთეო აუ ახლა ვფიქრობ ვაიმე ახლა არ დაელოდება უჭირდებაო და მოდი აი ძლივს წავედი და მივუტანეთ კოლოციასო და გაღიმებული ვიყურეს და რა მოხდა
ვერ გავაკეთებ ეს ერთად. ო, დადე, მანდა, დადე, კარგია რომ მოხვედი. ხდებით აჩვენა რომ შენში გერ უნდა ეძებდე ძალას. არა ვიდეო იმ კურთხევაში და ღმერთში. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა მომისეთ ლამასაუბრზე სხვა უწმინდესთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხანი მოგიწევთ მასთან ერთ მოღვაწეობა და რას გაიხსენეთ მამა ისეც კიდე რომ მოვეფეროთ აქედან თუ შეიძლება იმიტომ რომ ყველა რაღაცნაირად აი ბოლო 5 წუთი დარჩა და მართლაც ესე გაგვიდრო იცით ერთ-ერთი უცებ წამომიდივდივდა რომ აი მორჩილებაზე ვიტყვი ერის კაცი ვარ და მონოზონმა ზოილემ რომელიც ამავდროულად მხატვარი იყო იდა თვარაძე უწმიდესი სულ ელოდებოდა ხოლმე უწმიდესი რომ გადმოსულიყო საპატრიარქოს წინ რომ ბაღია ხო ეს ის დრო იყო გალავანი არ ქონდა საპატრიარქოს მაგრამ უკვე გადმოსული იყვნენ აი ამ ახალ შენობაში სულ ახალი გადმოსულები და ეს გადმოვიდა და სამოს და იჯდა ხოლმე ზე რაღაც იქ ლოცვამდე და რაღაც ის მეერე და მე დედავსთან ხარ და მითხრა რომ წავიდეთ ახლა უწესი მინდა რომ გაგაცნო და ჩამოვედით ხო და ვაი უწესი ზის მე საერთოდ ვერ ვეკარები ახლა როგორ უნდა მიხვიდე რაღაც უწესთან ესე ხო და მივიდა და უთხრა რომ იცი გადაუწესობა დამლოცეთ ნუ ამ შემდეგ და აი ეს ექიმია და კიდე არის მორჩილი ხო და მოთხრა მე არ ვარ მორჩილი მრევლი ვარ ხო კარგი ნუ რაც არის და აი იმასთან არის მრევლში мама გიორგი გამრეკელთან და აი მინდა რომ იცნობდეთ გამომხედა და მე ამას ვიცნობ ხდა საიდან და კაცო სულ ეკლესიაში დგას წირვალოცვას არ გამიკვირდა ნეტასაც შეხვდებოდით ერთმანეთს და ზოილი ამბობს ესეთი არაჩვეულებრივი სალოზი იყო და სადაც შეხვდებოდ კიდე ერთმანეთს და უცა შევხედა და აი ძელს გამზეს ეს და დაჯექი ვაიმე როგორც ისიც ადამიანური განცდა როდეროთ დავჯდა უცა ეს გვერდი არ შემილია და გამომხედა კიდე დაჯექი და ხვდები რომ ხო და შენ მართლა არ ყოფილი ხარ მორჩილი და როგორც კი ეს მითხრა ეგრევე აღმოჩნდი მისგან გაიღი აი მე როთხარი მრევლი ვარ მორჩილი და ერთი სიტყვით გვასწავლა უამრავი რამ რა არის მორჩილება თუ გეუბნებიან უნდა გააკეთო ის და ერთ-ერთი დაჯილდოება ქვია ხო კიდე რაღაცას გაძლევენ ისე და მითხრა რომ აბა შენ იცი როგორ გამიმართლებ და ისიც ასე მეგონა რომ ღმერთმა მითხრა ეს იცით რატომ სწავლობ რაღაცნაირად რომ რა არის ეს ხო ხო გვიწეს განსაცდელის გადატანა ავადმყოფობის გადატანა აი რაღაც ისე რო არ არის ჩვენ რო გვინდა დევნა ყველაფერი და ფიქრობს სულ რომ აი რანაირად აი რა არის ის რის გამოც ღმერთი ამას გაძლევს ხო აი ზუსტად ასე როგორც უცინე საწელე რომ ღმერთი რაიმეს გაძებს მარტო ჯილდოს ხო არა ხო რა თქმა უნდა განსაზღვრებას დაბა როგორ გამიმართლებ აბა ჩემი გულისთვის რის დათმენა შეგიძლია ეს ახლა სულს და ადამიანის სულიერების აღზრდას რო ჭირდება იმედია ჩვენმა მაყურებელმა ეს ძალიან კარგად იცის და აი ნახეთ შესაძლებელია სულ ორი სიტყვა გითხრას მაგრამ რატომ აქვს მას ძალა რამის უკან დგას მაკურთხებლის ამ შემთხვევაში ჩვენი სულიერი მამის და ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის სულიერი გამოცდილება მისი ლოცვა, მისი მოღვაწეობა და ეს სიტყვებს აძლევს სხვა მადლს. ძალიან დიდი მადლობა. ისეთ ლამასაურს სამწუხაროდ ჩვენ და დრო ამოიწურა და ძალიან გული მწყდება და გილოცავთ მამა ხვალიდან ღვთისმშობლობას ყველა შეგეძლებს ყველა სულოცავ დიდებული და დიდი დღესასწაულია და გამორჩეულად შეთხოვეთ შვილებისათვის შვილიშვილებისთვის ყრმა დედა ღვთისმშობელს 3 წლის მიბრძანდება ხვალ ტაძარში და ის ჩვენს ლოცვებს შეისმენს
უდიდესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, სხვათაშორისა კაი რაღაცა თქვით. ბედნიერებას გისურვებთ, ყველა ამტანობას გისურვებთ იმ ტკივილისა, იმ გაჭირვებისა და გაუსაძლის მდგომარეობისა, რაც ადამიანებს საერთოდ გვაქვს ჩვენი ცოდვების და ჩვენი ტკივილის გამო, რაღაცა ამ ქვეყნიური რაღაცა უსამართლობის და გამო, რა თქმა უნდა და ბედნიერებას გისურვებთ, აუცილებლად საბოლოოდ კეთილი იქნება ყველაფერი და კარგად დაბოლოდება და სიბოლოოდ თავის გზას ნახავს და თქვენ აუცილებლად გაიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ღმერთთან ერთად უნდა ვიყოთ აუცილებლად. ღმერთში. ძალიან დიდი მადლობა, მომო. წარმოგიდგენთ, მამა იტალიურ ყოფილიყო, რამდენ შენიშვნებს მომცემდა. მამა ადამი ხო რამდენ შენიშნებს. არა, შენიშნებს. ეგ მაგიდაზე, დებაზე, იმაზე, სიტყვაზე ხო. იცის ხო? ხოდა ბედნიერებაა, რომ ალბათ იცის ღმერთმა რომელ ეპოქაში დამბადოს, ცოტა გამწია, თორე იქ როგორი პრესები იქნებოდა წარმოვიდგინე. ადამიანები ყველაფერს ადვილად სწავლობენ. გულიანები. დიდი მადლობა, მომო. და მადლობა შენ გულიანობისათვის. კაი რა, მადლობა თქვენ, მამო, თითოეულ ღვთისმშობლის ხსენების იმაზე, ეხლა მე არ ვიცი ტელევიზორი რამდენადაც ჩვენოდა ცრემლი მოგდიოდა და მადლობა ამისათვის, რას ლაპარაკობ. დიდი მადლობა, სხვათაშორის მამო, აი ბოლო ხანს რაღაცა ძალიან გულშვილი გახდით და სულ რაღაცა ტირი ხართ ხოლმე და ამასაც ხალხი ამჩნევს. არა რატო, აი რაღაცნაირად ესე გულია. დიდი მადლობა, მამო, რომ ხართ მართლა, აი ჩემთვის ძალიან დიდი იმედი ხარ და მადლობა რომ ხართ ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანი, გემშვიდობებით, აუცილებლად კვირას გავა ეს გადაცემები განმეორებით საღამოს და მე დაგიბრუნებთ ორშაბათს საღამოს 7:09-ისათვის აუცილებლად. დროებით კარგად ზანდებოდეთ. წარმატებები.